მოგესალმებით, დღეს ვიღებთ ძალიან საინტერესო ვიდეოს და გავარკვევთ სტერეოტიპები ავტომობილებზე მართალია თუ არა. ჩემს უკან არის 4 რადიკალურად განსხვავებული ავტომობილი, გვეყოლება 5 სტუმარი და მე და ჩემმა მეგობარმა იუთუბერებმა უნდა გამოვიცნოთ თუ ვისია ეს ავტომობილი. ამაში დამეხმარება კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი მოკლა და YouTube-ზე დადო. სენსუსა. და ადამიანი IQ, ადამიანი ინტელექტი და ადამიანი mind blow ჰიტა. ვიდეოს ვიღებ. რომლის ინტელექტიც? რა კაი იყო? რომლის ინტელექტიც დღეს აუცილებლად დაგჭირდება. მე შეგახსენებთ, რომ ვართ გეზმოტორსის ვარკეთილის ფილიალში, სადაც წარმოდგენილია ლოტუსის და სოუისტის სამოდელო რიგი და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაათვალიეროთ და ტესტ-დრაივზე წაიყვანოთ მანქანები. დავიწყოთ? Давай, let's go. და შემოგთავაზებთ ჩვენი მონაწილეობა. ხოთზე ხართ? კი, მაგრამ იმედია კარგად იქნებიან მომზადებულები, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კითხვები მაქვს, მე მომზადებული. შენც მომზადებული? კი. ნახოთ. წავით. წესები უმარტივესია. ჩვენი მისიაა გამოვიცნოთ რეალური მეპატრონეები და მივხვდეთ ვინ არის ჯაშუში. მანქანის შესახებ ყველას შეუძლია მოტყუება რეალური პატრონისგან. მოკლედ ძმებო, დღეს ვინც მოგვატყუებს, გადაეცემა Carline-ისგან $200 ვაუჩერი, Areon-ის ნაკრები და Liquimol-ისგან სამუდამო 10%-იანი ფასდაკლების სახით Gold ბარათი და ამასთან ერთად ერთჯერადად საკუთარ ავტომობილზე რაც არ უნდა დასჭირდეთ 50%-იანი ფასდაკლება. აი ჩვენს რამე ნახეთ ან როგორი 50%-იანი ფასდაკლებაა, იცი რომ ანუ 4 საბურავი დაგჭირდა 50%-იანი ფასდაკლება. აი ესეთი გულუხვები ვართ პაპელას არხზე, ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და მეტსაც გეტყვი ჩემო ქსენსუს, ჩემს გამომწერებს სექტემბრის ბოლომდე გაქვთ 25%-იანი ფასდაკლება გეზმოტორში წარმოდგენილ ავტოქიმიასა და ავტოკოსმეტიკის საშუალებებზე. ნებისმიერი რაოდენობით, მთავარია აჩვენოთ რომ არხი გაქვთ გამოწერილი და თქვათ ჯადოსნური სიტყვა პაპელას ფასდაკლება. რამდენი რამე ჩამოთვალა ამ კაცმა. ბაღო მართლა. მაგრამ ეს $200-იანი ვაუჩერი შენ და ეს $200-იანი ვაუჩერი შენ. ვა, Carline, სხვათა შორის ძალიან მაგარია Carline. ვის ჩამოყვანას არ უნდა გეგმავდეთ, მეგობრებო, Carline ავტოიმპორტი და დაუძახოთ ხალხს რა, რაღაცა ძალიან ინტერესი მაქვს თამაში და წრებს დავიწყოთ. პირველ რაუნდში. კაი, მზად ხართ? დავიწყოთ. რატომ შეიძინეთ Mercedes-ი? რატომ AMG GT? ალბათ იმიტომ რომ ძირითადად სულ Mercedes-ები მყავდა წელი ცხოვრების განმავლობაში, SL მყავს 550, 2007-იანი, მერე მყავდა ისევ SL ოღონდ 18-იანი და მე უკვე საოჯახო მანქანა მჭირდებოდა და რა თუ არა AMG GT. AMG GT საოჯახო მანქანა? 4-კარიანი, იგივე ხასიათის, იგივე კომფორტის. აჰა, ჩაჯიბი. ავტომოყვარულისთვის საოჯახო მანქანა არის კი? კი. მოკლედ მე იმიტომ შევიძინე ეს მანქანა, რომ ჩემთვის და ჩემ ოჯახში Mercedes-ი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. მე რო პატარა ვიყავ, მაჩვენე ყავდა 124 და დღემდე ყავს ეგ მანქანა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მანქანა იყო ეს Mercedes კონკრეტულად. შესაბამისად, აუცილებლად Mercedes ვფიქრობდი, რა თქმა უნდა და ეს მანქანა გამოჩნდა საკმაოდ კარგ ფასში და ამიტომ გავწყვიტე ამას კიდევ. მოკლედ, ჩემთვის პირველი Mercedes-ია. დიდი ხანი ვფიქრობდი შემეძინა თუ არა. ფასიც იაფი არ გადამიხდია, საკმაოდ ძვირი გადავიხადე. უბრალოდ ისეთი ის არის, რომ საუკეთესო ბალანსი მინდოდა მეპოვნა. ახალი სამსახური მაქვს, ცოტა კარიერაში გავიზარდე კარიერულად და მინდოდა ისეთი რამე მეპოვნა, რომ ცოტა სწრაფიც ყოფილიყო, კომფორტულიც ყოფილიყო და ტევადიც ყოფილიყო და საბოლოოდ რო ვათვალიერებდი საიტზე, შემხვდა ეს და შევიძინე საკმაოდ სოლიდურ ფასადაც. სამივე დამაჯერებელი იყო. გისმენთ? ზოგადად ოჯახში Mercedes-ი ძალიან გვიყვარს, რატომღაც. პირველი მანქანა მყავდა C-კლასი, ამიტომაც ცოტა რომ გავიზარდე. რომელი C-კლასი? ბოდიში? 220. 220? ცოტა რომ გავიზარდე, უფრო ჩქარი მანქანა მინდოდა და შესაბამისად მიყიდეს ეს. ბავშვობიდან მომწონდა Mercedes-ები, 190 მიყავდა თავიდან, მე 124 მიყავდა, ბევრი Mercedes-ი გამოვიცვალეთ და საბოლოო ჯამში მოვედით აქამდე, იმიტომ რომ ანუ ფასი და თვითონ მონაცემები ძალიან მომწონდა თავიდანვე და ბევრჯერ როცა დამინახავს, ანუ ძალიან მომეწონა. ამიტომ საბოლოო ჯამში მივედი მაგაზამდე, რომ ეს ჩამოვიყვანა და არა რამე სხვა, იმიტომ რომ Mercedes-ი GT-ს მომწონს, კუპე რომელიც არის, უბრალოდ ეს ბევრად უფრო კაი იყო ოჯახის ამბავშის და მეგობრებთან ერთადაც როცა მინდოდა გავა, ყოველთვის უფრო კარგი ტევადის და რა თქმა უნდა გასართობიც. ანუ ჩემთვის იყო ყველა ძალიან დამაჯერებელი. მე რაღაცა შევამჩნიე ერთი და ჩემ აზრს გაგიზიარებ და ჩემ კითხვასაც თქვენს თუ მოგეწონებათ რაც მინდა რომ დავუსვა. 4 ადამიანმა თქვა რომ
მესეესი მათ ოჯახში იყო ესეთი თავიდანვე მოყვებოდა ეს ბრენდი. მოსდგამდა ხო ოჯახს. 4 ეგეთი პასუხი მგონია რომ შეიძლება უფრო არ იყოს მართალი და ერთი გამონაკლისი რომელიც იყო ეგ უფრო რეალური მგონია თან. მეორემ ხო? მეორემ თქვა თუ რომელმა თქვა რომ ოთხომ თქვა და თან რაღაც მისი შავლისფერი მანქანისფერს ემთხვევა ესეც თუ რამე ხო და ანუ სტერეოტიპულად რომ იმსჯელოთ ხო ალბათ. ესეთი დაკვირვება მაქვს კიდე. მანქანებს რომელსაც ესეთი გამორჩეული ფერი აქვს ყველა ეგეთ გამორჩეულ ფერს რაღაც უცნაური სახელები აქვს ხოლმე და თუ ვინა ფერსაც გეტყვითო გითხრა კაცო. და მე მინდა დავუსვა ესეთი კითხვა ჩვენს მონაწილეებს რომ გითხრან იმ მანქანის ფერი. ძალიან კარგი კითხვა, მე მინდოდა და უკითხვის გარეშე დამტოვე, მადლობა. მეგობრებო, მითხარით რა ფერია Mercedes-ი? ზუსტი ფერი გვაინტერესებს ხო კატეგორია ანუ რასაც შენ ჩათვლი საჭიროდ Brilliant Blue Magno არის ამ ფერის თვითონ დასახელება. კი ბატონო. Brilliant Magno Blue არის, როგორც მე ვიცი. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ტექპასპორტში უწერია ლურჯი 3-4, დანარჩენი არ ვიცი. ტექპასპორტში უწერია ლურჯი. Blue Magno. Blue Magnum. არის უბრალოდ მათ finished რა. ჩემმა კითხვა ვერაფერი სასარგებლო ვერ მოვიდა. რატო სრული პასუხი მივიღეთ პირველისგან, მეორემ იგივე გაიმეორა და უკვე აქეთ საინტერესო პასუხები წამოვიდა. მოდი მე ვკითხავ, ეხა გავაგრძელებ. მოდი თქვენ გკითხავთ. ფირია გადაკრული თუ ეს ქარხნული ფერია? ქარხნული ფერია. ქარხნული ფერია? გიორგი. კაი, აბა დანარჩენმა მითხარით. ქარხნული ფერი. ქარხნული ფერია? ხო, მე მგონი ხუთივე ამბობს რომ ქარხნული ფერია. ყველა ამბობს რომ ქარხნული ფერია. ფერი არის. კარგი, მე დავსვავ ბოლო კითხვას, მეგობრებო, რა ძრავიდებს ამ ავტომობილში? 3-დან 2 ბიტურბო. 3-დან 2 ჰიბრიდ ტურბო. ჰიბრიდი? ოკეი, 63-ში. 63 არის. ოთო. 4-დან 2 ბიტურბო. 4-დან 2 ბიტურბოა ამის ძრავი, ოკეი. 3-დან 2 ბიტურბო. 3-დან 2 ბიტურბო ჰიბრიდი. ოთოს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ეს მანქანა არის GT53, 63 არ არის და 4-დან 2 დევს 63-ში ექსტორად გითხრა. ოდიში დავაზუსტებ ეს რაღაცას. შენ ხარ ავტობლოგერი და ეს არის შენი dream car-ი. ხო. ხო. აი ხა იმსჯელეთ აბა ბიჭებო. დაგვრჩა 4 ადამიანი და მოდი ისევ სტერეოტიპულად ვიმსჯელოთ. გამორიცხვის მეთოდით რომ წავიდეთ, ჩემი აზრით საბა არ არის ამ მანქანის პატრონი, რატომღაც ეგრე მგონია. ცოტა JDM მანქანას მოუხდენდი მის სტილს. ფერის სახელით ესე აი პირდაპირ ესეთი კონკრეტიკა მივიღეთ ნომერი პირველისგან და ალბათ ნომერი 1 არის ჩემი არჩევანი ამ შემთხვევაში. ჩემი არჩევანი ნომერი 1-ია. მოდი მე თავიდანვე მივყვები ჩემს ფიქრებს რა, ჩემი აზრით პირიქით ნომერი 2 არის პატრონი რა. არ მაქვს არგუმენტი, ყველამ ერთ და იგივე პასუხი გაქვს. ხო, ანუ ნახე, ერთია ინტუიცია, მაგრამ მეორეა რაღაცა ლოგიკა და ლოგიკით პირველ ნომერია და ინტუიციაც კარნახობს, რომ რატომღაც მეორე ნომერს ყავს Subaru. არა მივალ Subaru. კარგი, ნამდვილი პატრონი გამოვიდეს ერთი ნაბიჯით წინ. ხო არ ხადა. თქვენია? ვერაფერი ვერ გამოვიცანეთ მეგობრებო. გემოვნება ქონია. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის ნომერ 4-ს დავემშვიდობებით და გავაგრძელებთ დანარჩენ მონაწილეებთან ერთად შემდეგი მანქანის გამოცდილებას. კი. 1-0 თქვენ სასარგებლოდ მეგობრებო. ერთი ქულა მოგიტანათ ლიკამ. ვიჯებო, რატო იყიდეთ Audi? Audi, იმიტომ იყიდე რომ არის კომპაქტური მანქანა, სახლი, სამსახური და თან უნივერსიტეტი, რავი, ზედმეტად იდეალური მგონია. წყლაც არ აქვს ბევრი და ბიუჯეტურად ყველაზე კარგი ვარიანტი მგონია მე. უკვე აღარ გენდობით არც ერთს რო იცოდეთ რა, მოგვატყუეთ. ეს Audi იმიტომ ვიყიდე რომ ჩემი ეს კონკრეტულად ეს მანქანა ქალაქში ყოველდღიურად ძალიან კომფორტულია, საკმაოდ ეკონომიურიც არის და ასე თუ ისე განსხვავებული არის რა, ქალაქში ბევრი არ შეგვხვდება და საკმაოდ კომფორტულია. რატომ ვიყიდე და სავარაუდოდ ვიღაცამ დამწყევლა, იმიტომ რომ საშინელება ანუ ჩემი არ არის, ანუ მოკლედ რო ვთქვა, ჩემს მეუღლეს უყიდე. თუმცა შემდეგ ჩემი მანქანა გავყიდე და ეხლა მოსჯილი მაქვს მიწევს ამ მანქანის სიარული სამწუხაროდ. ანუ საშინელება, ერთხელ მომიწია სერვისი, დინამოს შეცვლა მომიწია და მთელი ძრავი გახდა ამ მოსაღები. და ვერც ვეტევი, რა ვიცი, ძალიან შეუფერი შესაფერის მანქანა არ არის ჩემთვის და ნანოფ რომ მყავს და მინდა რომ გავყიდოს სხვათა შორის იყიდება. საინტერესო მიდგომა. თან ისეთი გულახდილი იყო რა, ამას რა ვიცი, მგონია რომ ვერ მოიტყუებოდა. მაგრამ შეიძლებოდა მაინც. ხო, თან ესეთ კურიოზულ სიტუაციაში მეც ვარ ნამყოფი. Fiat 500 დავდიოდი მეუღლის. ეს მანქანა იმიტომ ვიყიდე რომ კომპაქტური, ქალაქში იდეალური იყო, ასევე ეკონომიური და მეგობრებმა მირჩიეს და მოგეთ მაგით Audi გირჩიეს? ეხლა აღარ ყავს.
მეგობრები თუ? მეგობრები აღარ ყავს ხო? არც ერთმა არ გამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მარჯვენა საჭიანი აუდია. არა, იქ არაფერს არ გვაქვს. მოდი მე დავიწყებ. აი კითხვის დასმა შეიძლება? სპიდომეტრზე რამდენი უწერია მაქსიმალური? სიჩქარე? სიჩქარე. 160. 180. 180. 240. გასაგებია. 180 კილომეტრი? ამ იაპონურ მანქანებს 180-ზე მეტი არ უწერიათ. სომ მე უკვე პასუხი ვიცი. საიდან იცი? რას ფიქრობ? რომელი გონია? იმისია. მაგ მანქანას 240 უწერია სპიდომეტრი. აერც უნდა ეწეროს, მაგრამ ესეთ იაპონური 240 ხო, რა ვიცი, არა, ჩემს მაკას ყავს ზუსტად ესეთი და 240. მარჯვენა საჭიანი? არა, მარცხენა საჭიანი. ხო და ეგ არის მან დამბავი, რომ მარჯვენა საჭიანს 180-ზე მეტი წესით არ უნდა ეწეროს. არა, ბიჭო, რა შუაშია ძრავი ერთი და იგივე დევს. ანუ შუაში ის არის, რომ იაპონიაში და ბაზრისთვის როცა გამოდის მანქანა იმას 180-ზე მეტი არ უწერია. ეტაკში მე გეუბნები ეს თუ იაპონიაზე 100%-იანი ხო არის, მაშინ უეჭველი არის ეგ. ხო, მაგრამ გერმანულ მანქანებს იაპონიისთვის გამოსულს არ ვიცი უეჭველია თუ ხო და მე გეუბნები რომ ესეთი მე მგონი მაინც 180 უფრო მგონია. მარცხენა საჭიანია ჩემი ზმაკაცი. კაი, სხვა კითხვები დაუსვათ. ანუ ორმა ადამიანმა გააკრიტიკა აუდი. იმან მეგობრები აღარ მყავს საერთოდ ვინც მირჩიესო და ნუ გიორგი სამეგობრო დაკარგა და ოთო ვერ ეტევა და რას დაამატებდით თქვენი მანქანის ვიზუალს, თქვენი აუდის ვიზუალს ბიჭო? ტუჩს. ტუჩს, ოკეი. დისკებს ავდით. კონდიციონერს. კონდიციონერი არა? ეგ არ ვიცოდი, გაფუჭებული აქ თუ არა, არ ვიცით, ვერ გადავამოწმეთ. გიორგი, შენ რას დაამატებ? დისკებს. ნახე, მე რაც არ მომწონს, დისკები არის ძალიან შიგნით და ანუ მე სპეისერებს ვიტყოდი და მაქედან გამომდინარე ვიკითხე რა. სპეისერებს დავამატებდი უეჭველი ამ მანქანას და დისკები ვინც თქვა, ალბათ ის უფრო ახლოს არის რა, ჩემს პასუხთან. ანუ რაც მინდოდა მომესმინა იმასთან. რამდენი გადაიხადეთ ყიდვის დროს? ჯამში დაჯდა $8,200. 8,200. 8,200. $6,900. გაკეთებით თქვა? ყველანაირად დაჯდა $6,300. $6,600. $6,600 დაგიჟდა? კი. რომელი ახლოს? ბიჭო, მისე ანუ 6 რეალებენ ხო 8 ბევრია ძალიან 8 ანუ თუ აუდი გინდა და $8,200 გაქვს უკვე A4-ს ყიდულობ რა 8 ძალიან ბევრია თუ აი A1 არ გევასება ესე შეგიძლიათ მენდოთ კი რა თქმა უნდა დავაი მოდი აი ამ ბატონის არის აუდი მე ვამბობ და გამომყევით ის გულურთელობას ვენდოთ? ყველა ჩემი აზრით რო გვეუნება რაღაცას თვითონაც ჯერა ისეთი სახით გვეუნებიან და ისეთ თავდაჯერებულად. მე-4 ნომრის არის აუდი ჩემი აზრით რა. ოთოს ისე გუახდილად სტკივა ეს პრობლემები რაც ამ მანქანას ახლავს თან რა, თან მიჭირს. ოთო არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. ოთო არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ხო და რაღაც მგონია. Mercedes-ზე ძალიან მაგრად ილაპარაკა, ძალიან მაგრამ ილაპარაკა. და ანუ ამიტომ დავტოვოთ ოთო და BMW-ზეც მოусმინოთ. მე სამზე ვფიქრობ. ოთოზე? მაინც არ მგონია რომ იტყვეოდეს. თუ იტყვევა და საუბრო. კარგი, მე 3-ს ავირჩევ, შენ 4 არჩე და პაპელამ გადაწყვეტ. მეც 4-ს ავირჩევ ამჯერად იტა რა. უბრალოდ იმიტომ რომ მგონია რომ ოთო არის მაგარი მომზადებული და ესეთი მონდომებული რა. Mercedes-იც ეგრე იყო. ოდნავადაც არ ფიქრობ მე-4 ნომერს. არა, 2 ხმა ხო აქვს და ეგრე იყოს. всё. კაი, ნამდვილი პატრონი გამოვიდეთ. ერთით ერთი მეგობრებო. კონდიციონერი ხომ მუშაობს? ყველაფერი მუშაობს. ორი მანქანა დაგვჭდა და მე შეგახსენებთ რომ Areon-ის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტის საავტომობილო თუ სახლის თუ საოფისე პროდუქტის Areon G-ზე და მოგიტანენ თქვენთვის ასურველ მისამართზე. Subaru გაინტერესებდა ხო შენ? მე BMW მაინტერესებს. ის მაინტერესებს. მოდი BMW დავტოვოთ ბოლოში. ოთომ დაიწყოს ისევ, რადგან ორჯერ მაგრად შეგვისრულა. რატო იღია Subaru? პირდაპირ კითხეთ, რომ Subaru არ არის ჩემი მანქანა, დღეს აქ მოსული ვარ და თქვით, რომ გულახდირი ვიყავი და ვიქნები გულახდირი და გეტყვით, რომ Subaru არ არის ჩემი მანქანა. არასდროს არ ყოფილი ვარ GDM-ის ფანი. იაპონური მანქანები არასდროს არ მიზიდავდა, მაგრამ ამ ბოლო დროს შემხვდა ინტერნეტში სამოდენიმე ვიდეო და სულ რაღაც 3 კვირის ნაყიდი მყავს ეს მანქანა, 3 კვირის წინ ვიყიდე. წინა პატრონი ვინც ჩამაბარა ეს მანქანა, აი არ ვიცი, ალბათ ყველა მანქანა იაპონური ყავდა, ისე უყვარდა იაპონური მანქანა და იაპონური კულტურა, თუმცა მე ვერაფერი ვერ გავუგეჯერჯერობით, იმიტომ რომ სხვა მანქანებზე ვიყავი მიჩეული, ძირთადად ევროპული მანქანების ტარებას ვარ მიჩეული და ამ იაპონურ მანქანას ისეთი ვერაფერი ვერ გავუგერო, აი ლეგენდა და სწრაფი და მარტივად სახმარი და ჯერჯერობით ვერაფერი, მაგრამ ჯერ ალბათ ახალი ნაყიდი რომ მყავს, იმიტომ
პირველი თქვა რომ Subaru არ არისო ჩემი მანქანაო რა და ეს გამოდის Subaru-ც, Scion-იც და Toyota-ც ზუსტად იგივე ოღონდ ემბლემები იცვლება და პატარა ჭრილები ბამპერში ასე ვთქვათ. შეიძლება კოპარდან რომ ჩამოვიდა მერე დააყენეს Subaru-ს ბამპერები. მოკლედ ეს მანქანა იმიტომ ვიყიდე რომ ძალიან მიყვარს იაპონური კულტურა და სულ მინდოდა მყოლოდა რაიმე იაპონური მანქანა და დღესდღეობით ალბათ საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი და გასართობი BRZ არის. ეს არის ჩემი მეორე BRZ. 18 წლის რო ვიყავი, პირველი მანქანა ვიყიდე. BRZ უბრალოდ ის იყო ავტომატიკა. ის ავტომატიკა ცოტა დაუმტრიე და მე კაცი თუ ხარ მექანიკა უნდა ყავდეს და ვიყიდე მექანიკას. სხვათა შორის $400 მაქვს მოგებული აუქციონზე ეს მანქანა. $400? $400. ანუ მე პირდაპირ კითხვების დასმის გარეშე მგონია რომ ამ შემთხვევაში აქედან თუ გადმოვთვლით როგორც დავიწყეთ მესამე, ისე პირველი ნომერი მგონია, მაგრამ მაინც თქვენს კითხვებს მოვისმენ. როცა ესეთი გამორჩეული მანქანა ყავს, რომელიც ცოტა საპროექტოა, ცოტა რაღაცა ისეთია, მაგ მანქანაზე რო ლაპარაკობ, ისეთი აღფრთოვანება უნდა გქონდეს, როგორც პირველ მონაწილეს ქონდა. არ გაიხედოთ მანქანისკენ და ისე მიპასუხეთ, ოკეი? ბამპერზე და მარცხენა კრილოზე რა დაზიანება აქვს? როგორც წინა პატრონმა მითხრა, თოლში შევარდა და მარჯვენა მხარეს ჩამოვარდნილია ის შპილკა უნდა ეგრეთ წოდებული და ქვევიდან აქვს ცოტა პლასმასების შემოღუნი. ოპა. და მარცხენა კრილო? მარცხენა კრილოსაც ეგ ჯერს და მარცხნივ აკლია, აი კლინიკის იმდა რო ის არის, რა ქვია, სანათიროა ეგ აკლია. ზაზორში არ არის უბრალოდ თქვენგან მარცხენა მხარე. ბამპერს აქვს ტუჩი დაზიანებული, ტუჩი რეალურად ბამპერის ნაწილი აქვს მოდელებს. ეგ მასე ჩამოვიდა ამერიკიდან და კრილოსთან ზაზორში არ ზის, იმიტომ რომ კრილო პატკლინიკმა გააფუჭა. ვერაფერი ვერ გაიგე. ბიჭო, იმიტომ რომ სამივე სწორად თქვა. არა, სამივე სწორად არ ვთქვა, სწორად, ყველაზე სწორად თქვა პირველმა ნომერმა. რა კრილო არა აქვს დაზიანებული, ეგ კრილო უბრალოდ შემოვაგდე. ოდიში სხვათა შორის დრიფტერული ხამუტების დაყენებასაც ვაპირებდი და მე გადავიფიქრე. მე დაგისვავთ ესეთ კითხვას, რა ქვია დისკებს, რომელიც აყენია ამ მანქანას? დავიწყო? არ ვიცი. CR კივამი ქვია როგორც ვიცი. კივამი. აი, ისედაც სამურში ვფიქრობთ. კარგი, მეგობრებო, მანქანა არის ვერცხლისფერი, მაგრამ ერთი საკე შავი აქვს და ერთი ვერცხლისფერი და ეს რატო აქვს ესე? ორივე სარკე შავი არის და რო ჩამოვიდა მანქანა, უბრალოდ სარკეები არ ყო ჩამოყოლი და აქ უკიდე შავი. ორივე სარკე შავი. ორივე სარკე არის ჩემი პირველი მანქანიდან გადმოტანილი შავი BRZ-დან, რომელიც დაუმტრია. თავს ვდებ პირველ ნომერი. ახე მეორე ნომერი ძალიან კარგად ამეცადინებია მაშინ. კი. ძალიან კარგად. ძალიან ჭკვიანურად ამ დისკების ბრენდის თუ იცოდა, სარკეებს თუ ესე კარგი პასუხი გაქვს, რა? და წაიღან შენმა ინტუიციამ ქულა მოგვიტანა და ეხლა რას ფიქრობ? პირველ ნომერი, რა თავიდანვე პირველს ფიქრობდი რა. კაროჩე მე ისე ვაწვევ იმას, რომ ოთოს არც ერთი მანქანა არის აქედან ოთოს. მაგას ვაწვევ. ოთოს აღარ ვინდობი. ხო, აი, სულ რომ მაგისი იყოს აღარ მჯერა. ოთო ავირჩიე და აღარ ვინდობი. და ეხაც ალბათ კიდე არ აგერჩევი კი ერთი მანქანა დარჩება. ისი აღარ ვინდობი. ხო და ამავე ადამიანს შორის ერთი ძალიან ემოციურად ლაპარაკობს თავის მანქანაზე, რაც მე ძალიან ლოგიკური და სწორი მგონია, რომ უმეტესობა ადამიანებისაც თავისი მანქანა უყვარს. დაახლოებით ეგეთი პათოსით ლაპარაკობს და ორი ნომერი ესეც სისხლიანად ყველაფერზე სწორ პასუხებს ამბობს კიდე. ამიტომ უფრო ემოციებს უფრო დაუჯერებდი და პირველს ავირჩევდი მაინც. შევჯერდეთ რა. მე ჰიტას მივყვები ამ შემთხვევაში. და დისკებზე რომელი თქვი? CR კივამი. შენ? კივამი. მეორე შეიძლება. ხო, ძალიან ბიჭოთან. კაი, მოდი პირველ ნომერზე შევთანხმდით რა. ისევ ორი ერთზე აუ, გამოდი. ბიჭო, ძალიან მიმდის გული უკვე მეორეზე. პროსტა BMW მაშინ ვისიათ. მეორე ნომრის. ხო, იმიტომ რომ ანუ ტიპაჟია ძალიან. აი, ეხა იქ თუ BRZ-ის გასაღები არ კიდია ოდნავ ჩანს ეს გასაღები, თუ BRZ-ის გასაღები არა, მაშინ M4, იმიტომ რომ 20-ზე უკვე შო, ხელი მაქვს ჩაქნეული, ეს კაცი ყველაფერს გვატყუეს და ოთოს ეყოლა Tesla. აი, მითხრე. მე პირველ ნომერს ვაძლევ ხმას, შენიც ალბათ. როგორ ავარიცი, აი 55-45 პირველ ნომერს. და მეორე შორის პირველს ვაძლევ 55%. ქალებს ჩავხედოთ. იმიტომ რომ ეხლა გადაწყდება. ერთია და ეხლა გადაწყდება საერთო თამაში. ბიჭო, თან იაპონური მანქანების მოყვარული ტიპები ცოტა აი როგორი არაჩვეულებრივი ხალხია რა. არაჩვეულებრივში რას გულისხმობ? იცი აი ოთოს რო ჩარჩოებში არზია რა.
არც BRZ-ის მძღოლი არ არის და არც F-82-ის. ოთო უეჭველი გამოურიცხა. ოთო პირადი ჯეტით დაფრინავს. აგეთ მოფრინდა და კარგი, მე კაი პირველ ნომერს ვახსოვს. ბიზნეს ტაქსით არის მოსული ოთო რა ეგრე მგონია და თუ შევცდით ერთად შევცდეთ მოდით რა. პირველი? ხო. პირველს ვფიქრობ და ნამდვილი ხო ვიცახდი რა ეს კაცი არის JDM ტიპაში სტერეოტიპულად. ჩემი ძველი მანქანა არის ეგ BRZ. რა ხდება მამა? არა და ესე რომ დააყენო მანქანებთან ეს ხალხი აი კაკრას უხდებოდა BRZ რა და ეხა ამ ორ ადამიანს შორის ოთოსი თუ აღმოჩნდა M4 საერთოდ მივდივარ ამ არხიდან მივდივარ. ოთო რატო BMW? მოკლედ, პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ აიქ რო ვიყავი Mercedes-თან. მე პატარა ისთერეგივით გითხარით, რომ წიგნი ყდით არ განისაზღვრება მეთქი და აი ეხა მოვიდა დრო, როცა მართლა მინდა გითხრათ, რომ წიგნი ყდით არ განისაზღვრება. მაცვია სოლიდურად. ბევრჯერ აღნიშნე. შენ ამბობ, რომ ნამდვილი BMW-შნი გიყავ? ჰიტამ თქვა, რომ საკუთარი ჯეთი მყავს. მაგრამ კი ვაღიარებ ამას, რომ ბავშვობიდან ვარ BMW-შნიკი. მყავდა E34, მყავდა E36-იც. BMW-ის ძრავები, M50, M52 დაწყებული, ყველაფერი, აი მეტკების გასწორება იქნება თუ რაც იქნება, აი პროფილაქტიკაში გაზრდილი ბავშვი ვარ, ყველაფერი ვიცი ზეპირად და როგორც იქნა მივედი ცხოვრებაში იმ დონემდე და იმ ზომამდე, რომ მყავდეს M4. და რა ვიცი, დანარჩენი რასაც ვკითხავთ, ყველაფერზე გიპასუხებთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეხლა ნახოთ Subaru რომ გაყიდა კაცმა BMW-ზე ხო არ გადაჭდა? ხო არ გადაჭდა BMW-ზე. რატო M4? M4 იმიტომ რომ BMW-ს თუ ყიდულობ ჩემი აზრით M-ი უნდა იყიდო რა. ისე BMW-ს ყიდვის აზრი არ არსებობს. მით უმეტეს როცა მანქანის შეგრძნება გიყვარს. მაგიტო ვიყიდე M4. სულ სა? კი. BMW შენ მაინც JDM მანქანები გიყვარს. არა, ეხლა უკვე აღარ მჯერა შენ. კაი, დავიწყე. ემოცია დამაყლდა. აი ის BRZ მიუხედავად იმისა, რომ შენი ყოფილია, აშკარად მაინც დღემდე გიყვარს. რამდენად გაგვიყვარს? აი ეს M4 ნაკლებად გიყვარს, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება გაგაწამა და აღარ გიყვარს. შენ დაიწყე. მე დავიწყე. ოღონდ მინდა რომ თუ არის შესაძლებელი რა, ეხლა თქვენ უნდა მითხრათ, რომ პასუხის გაცემისას მეორემ რო არ მოისმინოს, ეგეთი რაღაც რო გავაკეთოთ. შეგვიძლია? ეს აი მერე ხელი. ესე არ უშველის დიდად, მაგრამ შენ და ხმა დაბლა ცოტა სრულიად საბურავების, წინა საბურავების მონაცემები მითხარი. პილოტ სპორტები აყენია 19-იანები და მონაცემები არის 235-40-ზე როგორც მახსოვს. ანუ რაღაცა. კაი. შო, მოიხსენე. მადლობა. საბურავები რომ მითხრა, წინა ოღონდ ნახე სრულყოფილად საბურავები. საბურავის მონაცემი სრულად აი ყველაფერი მითხარი საბურავის. მიშელინის პილოტ სუპერსპორტები აყენია 19-იანები, 255-35-ები. ეხლა რომ პასუხი მოგეწონა. ეს პირველის. მომიყევით აბა რატო გამოიყურება ეს მანქანა ასე როგორც გამოიყურება. ხო, ნუ ჯერჯერობით ვერ დავამთავრე მანქანა სხვა მიზეზების გამო, ნუ პირველ რიგში დრო არ მაქვს. სამსახური სახლი ეხა თან მაგისტრატურაზე ჩავაბარე და მით უმეტეს უფრო აღარ მაქვს დრო. რა სხვა მიზეზი არც რა ხელოსნებს ცოტა დიდი დრო უნდათ და უმანქანო დრო დავრჩე, მაგის ნერვები და დრო ნამდვილად აღარ მაქვს. ძალიან ბანალურად, იმიტომ გამოიყურება ასე რომ ასეთი ვიყიდე. უბრალოდ რო ჩამოვიდა, ნუ რადიატორების პრობლემაც ქონდა, 7 რადიატორი აქვს მოგეხსენებათ. და ნენელად ვცდილობ, ნახეთ არ მინდა რომ დავაყენო ტაივანის შიტოკებს რო ეძახიან, მინდა რომ ყველაფერი იყოს როგორც ქარხნულია და OEM სტილში როგორც არის, ამიტომ ჯერ სახსრებიც არ მაქვს მაგისი, ამიტომ მიწევს ეს სიარული. და ჯერჯერობით ასეც იქნება დაახლოებით 1-6 თვე. იგივე გაიმეორა ფაქტიურად და თან ცოტა გაალამაზ. პარაკეთ თუ გინდა, ძალიან ბევრს ვილაპარაკ. ჩემო BMW-შნიკო მაყურებლებო, იმედებს არ გაგიცრუებთ. მოკლედ, მე ბევრი რაღაცა მაინტერესებს. ისეთი პატარა შიდა დეტალები მაინტერესებს, რითიც მივხვდები, მაგრამ ეხლა არ მინდა ისეთი კითხვა დავსვა, რომ ორივე მითხრას ან კი, ან არა რა, რაღაც დეტალი რო ვიკითხო რა. ასე რომ, მოდი ჩამოთვალეთ ყველაფერი aftermarket-ი, რაც აყენია მანქანაზე. აი ქარხნულისგან განსხვავებული რაც აყენია ყველაფერი ჩამოთვალე. როგორც ჩამოვიდა მე ელექტროობაზე ხელი არაფერზე არ დამიდია, ერთადერთი დაუნფაიფი, ჰაშფაიფი უკან რაც გითხარით და შემშვები შევცვალე ცოტა ის იყო რა ქვია, არ მომეწონა ის შემშვები და დავაყენე ახალი და HNCAS ფილტრი დავაყენე კიდე ეგ დიდი არაფერი.
თუმცა გავსინჯე ეს აჩქარებაზე 3-დან 8-ში ჩქარდება სხვათა შორის. 0-ია? კი, 3-დან 8-ში ჩქარდება. რეალურად მანქანა არის ქარხნული დინანი. მაქედან გამომდინარე არაქარხნული მარტო დისკები და პრუჟინები უყენია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შემშვები, გამშვები და უმფაიფები, ბაბინები და სვეჩები დინანის აქვს. ჩემი ხმა ამკაცრა. ანუ ეს მანქანა ქარხნული დინანია კი და my brand-ზე მაგიტო გაუსვიხავდი რომ brand დაასახელთო და ანუ როდესაც ქარხნული დინანი ყავს არა დინანი არ არის. ქარხნული დინანიც რო არ იყოს საერთოდ არ არის დინანი. ვიცი რასაც უკანაკვია დინანი და არ არის ეს დინანი. ანუ ეხლა რო ავხადოთ დინანის არაფერი არ იქნება შიგნით? იასმარინ ბლუ არის ფერი მომეწონა და მაგიტო ვიყიდე და ის დინანი ვიცით ახლა უკარო აწერია, მაგრამ არ არის დინანი. ხო ხვდებით ახლა თუ ჩვენ ვერ გამოვიცანით, 3-ით ერთს წავაგებთ. ეს მაგარს გვიჩალიჩებს, ეს აი მაგარს გვეთამაშება რა. ბატონი. აუ ეხლა მე ჯერა პირველზე დავუჯერე. ახლა ფინალია, მოდი გეხოწები, ორი კითხვა დავუსვათ რა. ხმათა უმრავლესობით აი გაჩენდი არა და ორი კითხვა. საინტერესო ახლა მართლა რა. აი ორი კითხვა გავაკეთე. წინააღმდეგი. აჩი არ გვაინტერესებს. აჩი ძალიან ბევრნი ვართ ერთზე. მოდი მოვითათბიროთ რას კითხულობ, აბა რა გინდა? ეცოდინებათ კოლოფის უეჭველი ეცოდინებათ კოლოფის თემა. კი, უეჭველი. ანუ ესეთი მომზადებულია ყველაფერი ეცოდინება საერთოდ რაც ამ მანქანას გვაინტერესებს, მაგრამ მე ამის მაინც მაგას ვკითხავ რა, კოლოფის სახელი იცი? ის სახელი? კოლოფის სახელწოდება. Dual clutch-ია. Dual clutch. This it. რა გიყვართ ამ მანქანაში ყველაზე მეტად? ბოლი. ჰა? ბოლი. ბოლი? შენ ყვამლი? ალბათ რო დავიწყო ვერ მორჩები, მაგრამ ერთადერთი ყველაზე მეტად რაც მომეწონა მე ძველი BMW მყავდა და ეს რო არ მყოლია, ანუ მულტიმედიის, ანუ ის ყველაფერი შეგრძნებებს და წარტკმებს და ემს და იმას თავი დარო და აი კომფორტის თემაში ვიძახი, ყველაზე მეტად მომეწონა ესე რო ზიხარ და იქ რო ის გაქვს, რა ქვია, ჯოისტიკი რო გაქვს და ეკრანზე აი ამას რო ვაკეთებ, ეგ მომეწონა ყველაზე ძალიან. ესე რო უწევ ხმას, ეგ დაგევასო? აი კომფორტის ხვი ვიძახი თორე. ეგ არა გამოდელს, მაგრამ შეიძლება შენ ხო იცი რომ პატრონს მოტყუების უფლება არ აქვს არაფერს. კი, ვიცი. აი, მოდი ბოლო კითხვას დავსვავ. რა არის ამ ძრავის ყველაზე სუსტი წერტილი? მე როგორც მითხრეს, იმიტომ რომ არ მყოლია აქამდე არასდროს ემი როგორც გითხარით, ეს არის ზეთის ნასოსი და ინჟექტორი. კრენკაბი და კლადიშები. უეჭველი ლუკას ვაძლევ ხმას. ჯერ ერთი ამ F-სერიას ეს საერთოდ არ აქვს ესე ხმის აწევა ჩაწევა რა და თან ნუ აი დაუწერელი კანონია რომ ნუ ყველაზე სუსტი არის კრენკაბი. ნახოთ სკამირა პოზიციაშია გაჩერებული. ჰა? სკამირა პოზიციაშია გაჩერებული. მეგობა რომ ბატონო ოთო, მე მყავს ძმაკაცი მეტრანახევარია, მაგრამ აი თავს დავდებ რომ შენზე უკან ზის BMW-ში, ასე რომ ხო რა, მაგითი ვერ ვიბჭელებთ. ყველა BMW-შნიკი უკან ზის, ჩემი ხმა აუცილებლად ლუკას. მე ვფიქრობ რომ ეხა ყველანაირად დაუჯერებდი ოთოს ემოციურად, მაგრამ ამ ადამიანმა რო გაყიდა ის მანქანა მე ხო იყიდი და კიდე და და ლოგიკური გაგრძელებაა თან ჰიტა რა იმის მერე, ანუ ბიარზესაც ყიდულ, იმიტომ რომ სრიალი გიყვარს და იქ არ ყოფ, რაც არ ყოფნის, მერე უკვე ის ყველაფერი არის M4-ში და ხო და თან ეგ არის რა. უმანქანო კაცი, რომელმაც გაყიდა ერთ-ერთი მანქანა, რომელიც აგდეს. მე ვიტყვი ესეთ რაღაცას რა, ოთო, სულ რომ მანქანით იყოს მოსული, იმდენი მოგვატყუა დღეს მანქანის გარეშე წავა. მეც რა თქმა უნდა BMW it's yours brothers. და ხო ანუ შენია რა. ხო, შენია რა. მეც ეგრე მგონია და ეხა თუ წავაგეთ, არ ვიცი, ცირცხვილით დავიწევ. ნამდვილი პატრონი ერთ ნაბიჯით წინ თუ შეიძლება. აბა რა. თუ შენ ცხოვრებაში ემი არ ყოლია. შენ მაფიოზობანაში იქნები გოუთ. G2G ძალიან გთხოვ ეს ბიჭი. აი ეს ბიჭიო დაგვიპატიჟოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ჩემთვის საინტერესო იყო. გავერთეთ ხო ვერ გეტყვით, უფრო დავიტანჯე. სტერეოტიპულად რომ მიუდგეთ, საბა გამოვიცანი ხო თავიდანვე. კი? ოთოს მერე მივხვდი უკვე აუდის მერე რომ მაგრად გვატყუებდა და აი ლიკა რა ვიცი შენ ძალიან კარგი მანქანა ყავს და ძალიან გიხდება შენი მანქანა. მე ძალიან მესიამოვნა მიდგომა მონაწილეების მართლა. მე მინდა რომ ჩვენს მონაწილეებს ტაში დაუკრათ რა იმ ყველაფერისთვის რაც ეხლა ჩაიდინეს და ფაქტიურად და მადლობა ჩვენს მონაწილეებს
ესეთი გენიალური პერფორმანსისთვის მე ისე დაბნეული ვიყავი, რომ მადლობა შენ, თქვენ, ვისაც გინდათ რომ შემდეგ გადაცემაში მიიღოთ მონაწილეობა, ჩემს Instagram channel-ში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და იქ დავწერ ინსტრუქციას რა, როგორ და ასე შემდეგ ყველაფერს მოკლედ ინფორმაციას. მადლობა რომ გვიყურეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე. მაგარი მანქანები.